Mit ბატონებო, დიდი მადლობა რომ მოგზავნით. Ვინც ახალია გაზეთი, თხოვეთ რომ დაგივით გაზეთებია. ახალი ნომერი ყველა უნდა ისეს არ აქვს უნდა ის ახალი. გურა, გაზეთი და არ დამიგვი გაზეთი და მოიტანე გაზეთი არის ახალი ნომერი. Efendim hoş benim ortada bir esaret benim bir gibi. Ben rogor rahatsız. So jubilar var baksa. Kay kasi. Didi polişes mi? Ekabakları jubilar. Midi harçlar bitsin. Bitsin. Adres bitsin. İyi şokolat verelim diye. Yapma bitti rahatsız. Radyo da çok şahane. Şimdi Çamos bir pasebo. İlotsal da halças. Bir halçeli. Nereye atılır böyle? Sula halçeliya biz bulundu. Nereye gidiyoruz pate? Çanteloda sibete siparuli kargat moblat ყველას ოჯახებს საქართველოს და თემ სოფლიოს. Ben ოჯახებს აპარებდა სიგეთე და სიპარული იყოს ყველას. ჩვენ ჰიმნის კონდა ბატონოჩი. მაგრამ ცუდი ჰიმნია, ასეთი ძალიან ესე იგი რაღაცა არის. აი მადლობა. ისევ დიდი მადლობა ბატონებო, ხალბატონებო, მაღლა ხალბატონო, ძვირფასებო, ხალბატონებო, ბატონო გურანი. და ეს ყველას გურმანს და ასე. ეხლა რა ხდება? ჩვენ ახლები ხართ, ვის ახლებია? იმათო აქ მე ყოველთვის პატარა პროლოგს ვაკეთებ, რომ რა აკადემია ჩვენი აკადემია. თქვენ ის თქვენ პირველად იგეგეთ როდის ახალგაზრდა იყავი მაშინ ეხლა ახალგაზრდა ლაპარაკია ქალდეაზე ქალდეელები ხართ თქვენ ყველა პიროს და ეფრატის სანაპიროზე ადრე ჩვენ წერთ არისფანი როდის იცი 7000-8000 წლიდან პატარა აუზი იყო და იყვნენ ტომედი იყვნენ ვიღაცები თურმე ყოფილან ქართველები ქალდეელები და აი ადრე რო იყო წავდა კიდე 25000 წელს გადავდგილარ ისინი დაშკარებიდან 25000 წლის წინათ რო იყო წავდა პირველი თუ მეორე იყო მე არ მიყარა მაინც ამბობ აი ჩაიზერა ატლანტიდელები ხართ თქვენ ისევ და ჩვენ ჩაიზერა ეს და იქ საძირულია და ისის ქალდეველები ყოფილა მე ადრე სოფლიდან გახლავართ სოფელი ასეთი ხობის რაიონში ხორგა ასეთი სოფელი ალიო მერცხოლავა მასაშვილი პოეტი აგერძის თავმჯდომარე და ისია და თქვენს ისეთ ჰიმნი ადრე ეხლა რომ რაღაცას პოტიკო ყვაბატია და ვერ თავდახტა აი ჰიმნი რო იყო ადრე იყო ალიო მასაშვილის
ბიზაშენის დედას ერქვა მაშო, მაშა და მაშაშვილი. იმ პერიოდშია ეს. აი 20-იან წლებში, 25 წლებში და 40-იან წლებში ჰიმნი რო ჩართავდი ერთი კაცი ყავდა. 25 არ ყავდა, ერთი რომ ასე იზღებოდა. არის ფერია, შენი მიდამო, ეშენი დროშას არის ფერია, შენი სიცოცხლე არის სტალინი, შენი მარჯვენა არის ფერია და შენ ბუდი და არის ფერია და გამართო სიმი. ეს იყო ალიო მაშაშვილის სიმი. ალიო მაშაშვილი იყო მაშინ. და ის სიმი იყო და ეხლა აკაკიც არის ილიას ანდა და მაინც საბოლოოდ რა არის მე. სოდათ მომობდა არ ეცქენება არ არის. მოგახსენეთ ქალდეველებზე. გრიგოლ რობაქიძე იყო ასეთი კაცი, დიდი მწერალი. ქართველი მწერალი იყო და გერმანიაში მოღვაწეობდა, ახლა ის. და ის წერდა რომ კარდები, კირდები, ქურთები, ქორთები გუშინდრა და ადრე სკოლაში რო ვიყავდა ახლა ინგლისში. ვიგიდნენ ეს კარტები, ქურთები, კარტები, აზარი. თურმე ეს ყოფილა ხალდები. ხალდეველები, ქართველები. რა ის რატომ მომივიდა აზრად, რომ ეს ხალდეა სადა მოგვეყანა მწერლობაში მე პოეტობდი რაღაცას და გასული საუკუნეა. და ხალდეველებზე და პაცმაძის გაზეთი დავარსე, აკადემიას დავარსე, მაინც წერდნენ მეგრელი ქალები, სხვათა შორის მეგრელების ზალი ხარ და ესო ქალი და დები როჩხუბობს რაუდად ერთმანეთ ნაგასო ხალდე. და ეს ხალდეველები ვერ გაიგეთ ვერაფერი და ვერ გაიგეთ და რა ვთქვათ. მერე პატრიარქი. ახლო ვიყავ მაგასთან და მიუტანი ჩვენი ეს აკადემიის საბატონო პრეზიდენტი იყო ჩვენი აკადემიის ხალხური ნავალა. თორმეზე რახსენა თავის ეპისტოლეში. თორმეზე ქალდეველები და ქალდეველები უკვე, მაგრამ მაინც ქალი და დევი მაინც ეს ქალები დაძღავდნენ რაო ეს ქალი და დევი და მე ეს ქალდეა ხელახლა გავაკეთე რეგისტრაცია და გავაკეთე ქალდეა საქართველო. ქალდე არის საქართველო, ქალდე არის ეგრისი, ქალდე არის ატონოჩმო ოლხეთის ორგანით ადგილი თუ არის გაუმარჯოს. ქალდეა კიდე ორი სიტყვით ხართ რომ ქალდეველები ვარ ჩვენ შორეული ისტორია გვაქვს და ამჟამად ქალდეა საქართველო პირველ აქვს რომ ქალდეველები ვარ საქართველო. ქალდე არის სოფელი სვანეთში და იქ ლოცულობდნენ და იქ იყვნენ გენიოსები და რაღაცები. ვლა კოლხეზია ლაპარაკი. ხაზისი იყო ასეთი აკადემია. მე სოფლიდან ვარ და ფოთთან დაარსდა ეს პატრონჩო. ხაზისი ფოთთან იყო და იქ იყო პატარა კვადრატიანი და იქ იყო ეს აღადგინეს. ეს ხაზის აკადემია არსებობდა, მაგრამ აღადგინეს 1974 წელს. ილია ვეკვამ, ლუსხელიშვილმა, ზოდნე მერცხოლავამ და ასე შემდეგ დიდმა. აღადგინეს და მე მაშინ სკოლაში ვიყავი და მე რომ ჩაველის უნივერსიტეტში იურიდიულზე რაღაცა მე გავდეზე და მეუთხარი ხოჩი იყო ეს. მეუთხარი ფაზისი ძალიან კარგია. ფაზისი არის ხალი ბატონებო. ერთად ყველა წყალია ფაზისი. ემბულსას არაჩვენს ყველა და ის აკადემია რა. მაგრამ ფაზისი რო ყოფილიყო, ფაზისი იყო დაება. ორქეთის ხალხთა იყო ზელის 8 მეტრიანი ზელი და ფოტოსანადი. ნუ მაშინ ახლა მე რა ვქნებო და არც ერთა კავშირის წევრი ვიყავი, არც ინერი მქონდა, არც არაფერი და ზოგადად ცოტნე მერცხლოვა გახდა პრეზიდენტი და ცოტნე მერცხლოვა გახდა ბიზანტიის მეგობარი ალიოს მერცხლოველი არის.
მიწას მიგიღეთ აკადემიის წევრად მიგიღეთ და მე ვუთხარი არც წიგნი მას არც პროგრამები და როგორ შეიძლება და 1-5-6 წელი ვიარი ხოცი და მე თბილისში თქვენ სიყავით მაყვალა ჩვენ მქონდა ბაკეში თქვენ სიყავით არა მგონა გადიოდი კი ოფის აბალონი არ გადიოდი ამ პერიოდში ბაკეში გადიოდი როგორ არ მომაღადებისა წყალმოვარდნა ეი გაფართო ის კაცი იყო დიდი კაცი 40 აკადემიელი იყო და მე შემომთავაზა უკვე წინის ავტორი ვიყავი ახლა ესეთი რა ვიყავი პამიები რა აწვია 100 და 200 ტონი ვარო ქონდა ერთი წინი ორი წინი ხუთი არა ბატონო რაღაცა ქონდა და შევბედი ბატონო ზოდნე მეტი მოვთვარე არაფერი რა ფაზის არაფერი წყალია კაცო და გარდა ამისა ესეც ფაზის არა ბერძნების ფასისის ქარის რაჯაში ფასისის და სადავე ზუმაზე არა დღეს ჩვენი აკადემიზე აი ეს სვანია მაგრამ ვერ მოვიდა ალბათ ვერ მოვიდა ხო და ის მაინც ფასისი ან ფასიტი რო ყოფილიყო ფასიტი ისე იგი დე არის დედას ნიშნავს ოდიდან ფასიტი და ფასიზი ნუ არა და მე უკვე ამოვეს ერთი წელი 5-10 და მე მოვხარი პასო მე განაც ამირჩიეს სულ არ მიდოდა შვილებს კი მე ბიჭები მიყვას იურისტი ბიჭები 2 მეტრიანი ბიჭები და მე ვთქვა მე რა მოხელება და არაო და ამირჩიეს და მე ვუთხარი ბატონო ცოდნე ფასი ეს ასე იგი შეშფროულია ეს არაფერა ფასის აბა რაფტა რაღაც გავაკეთო და ეკითედი ამ მეტაფორა რომ ან სამეცნიერო ან და რაღაცა უნდა იყოს დავუდგა ჭკუაში რა დავარქვა და მე ვიმკითხავს მე ვთქვი მე ვარ უბრალოდ წერი და მაშინ ცოტა ცუდად ვამბობ მაგრამ გამიგეთ რომ დამაწერინა განცხადება არ წედი შვილებს გაფიცები არ წედი განცხადება დამაწერინა რომ მიმიღეთ თქვენ და მის ცნობილ აკადემიკოსად ვიმკეთ რა წევრად უბრალოდ დავწერე და მაშინ ამირჩიეს სამეგრელოს ზემოსვანეთის კოორდინატორად ეს დიდი ამბები იყო ეხლა ოთარჩი თანავარად ეისვალა კაი კაცი ეს იყო მე დავნიშნე მაგრამ აი ეხლა გუშინზე დასაბლებს აი ის დავნიშნე მაგ სამეგრელოს ზემოსვანეთის და მაშინ მე ვიყავი ერთადერთი კაცი ყავდა მოადგილე ცოდნე სულობას მადლობა და მე რაღაც გავაკეთეთ ერთი წინ 10 წინ 20 წინ 30 და მე ეს ფაზისი მქონდა უფლება რა და მოვიწვიე პრელობას ესწრებოდნენ ეს ხალხი ესწრებოდნენ და გადაგამოსულა ეს ესწრებოდნენ და დაბადა და იფთქვი რომ ასე არაფერი არა წყალია და წყლისი აკადემია ქონდეთ თქვენ თუ გინდა კაცო არა ბატონო აბარა და აი მაშინ დავარქით ამ და გვარი აი ეს ლოგოა მაგას კოლხეთი იცით მე კოლხეთი იყო ხატლერის სოლი მყავს ფოთაშორის სოხიშვილის კარდი და ჩვენ ვარ ახელეთ და კარდი ძალიან კარგია ხახეთის მოქალაქე ვარ და ხევსური ზაგრებუდი მაყურია მაგრამ კოლხეთი იყო ბატონო კოლხეთი იყო პირველი კოლხეთის ისტორია არის ძალიან შორეული ხვალგუცდენელი მაგრამ ეხლა იტყვის მინდა საქართველოს ბატონო საქართველოს ეს ერთი მუჭაა და ჯერ საქართველოს მერე კოლხეთი და მერე მაინც ფაზისი ზალა ფაზისი ფსკილებში სამეცნიერო საერთაშორისო აკადემია შენების წევრების ძალებით თავის საერო სამეცნიერო საერთაშორისო აკადემია ბატონო ზაურ არა საქართველოში არ დიდი აკადემია ჩვენ საერთაშორისო არც ერთ სომხეთს ვიყავი და აზერბაიჯანში გეცდა იმაში და ბენგალიაში მაგრამ არ არსებობს ჩვენი აკადემია. არამიტომ თქვენ ხართ უბრალოდ ჩვენი აკადემიის პირველი საერთაშორისო აკადემია. სხვათა შორის აქ ახლა თქვენ იყვები ეს არის ბიბლიოთეკა მზაბად. ხო? ეს საერთაშორისო. თქვენ საერთაშორისო ხართ ყველა. ეხლა ვინ ჩამოვა აქ? ყველა იქნება ჩვენ მინისტრთა საერთაშორისო აკადემიისზე. ცუდად ვამბობ, არა თუ კარგად? კარგად. ბატონო გურამ რა სიტყვის დაღას შუმელ ხარზე? საერთაშორისო აკადემია ცუდია? მე მეკითხები? მე გეკითხები, რავი. კარგად შეგეს. აგაში. თქვენ ბევრჯერ ყოფილიყართ და მე რაღაც ვერ მოვედი. მაღალი თუ თარმილი და მუჰამედთან ისე თქვენ არ მოყვედით. მე არ მივედი და თქვენ ეხლა დღეს შემოგთავაზეთ თუ სურვილიკას. საფეზარი ჩვენ მერტი ჯული არ ვედი.
თუ სურვილი გაქვს ჩვენ აკადემიაში ღირსეული კაცი ხარ, კაი მხატვარი ხარ და ყველა მურმან ერენიზე იკითხეს. სხვათა შორის მაყვალა ბანაშვილის დასაბანიდან ახალი დანიშნული იყო მწერთა თავმჯდომარე შვილი აგერანს ითხრა სტუდენტ აკადემიაში და მეუთხარი გასადა სახელოვანი აკადემია არის თუ გასულთ თუ არა აი ის როდის იყო აი მიხოდა იმას აიტყო 25 წლის 25 წლის და ის ყველა გასადა მიგისება ხელი საყვარლესი ადამიანი მზადდება. ერთი სიტყვით დაურიგაგებით ამჟამად არის ის აკადემია, კოლხეთის აკადემია, აქ ორი აკადემია ამჟამად. ორი აკადემია, ხალდეა, პატარა გითხარით, დიდი ისტორია, შორეული ისტორია ძალიან და კოლხეთის გითხარი, რომ ეს აკადემია მესამე მეოთხე საუკუნეში შვენცე თავისი შეიქმნა. ფუნქციონირება იყო 2-3 საუკუნე და მე-6 მე-7-ში მიატოვა. ბატონო 1000 კადაგმიზმები იყო და აღადგინეს 1974 წელს გითხარის ვინც აღადგინა ილია ვეკუამ უშხელიშვილმა ცოტნე მერცხლა და ილია კაბაღო ბევრი 90 კაცი და ამჟამად ჩვენ უფრო მაგარია კოლხეთის აკადემია, კოლხეთში მიდის ყვარის, არაკის და ყველაფერი. ცუდია კაბადონა. კოლხეთია ყველაფერი. კოლხეთია საქართველოს. აიეტის სხივიდან ფერნად მიტომოლედი პრები გავაგულისო. მე კოლხეთში ყოველთვის საქართველოს გულისხმობ. თუ არ გქონდა ნეგრელია და აშენსკენ ნახვარ ნეგრელი. ამიტომ კოლხეთში ყოველთვის არის საქართველოს ბატონიკო. გასაგები თუ ვერა? კეთილი იყოს თქვენი მოსა და ეხლა ორ სიტყვას ვიტყვი და მე გესკარება ვის და განიშვე. მაგარა დამისთვის. მაგარა მისთვის მე განიშვე, მაგა ხოთ მე წაგიყვან, ხალბატონო მოყვა. მე მინდა ერთი საკითხი ისეთი მოგახსენოთ. ერთს დერმოს. მობილე იწყება. მორეს ხოძე. პირდაპირ სუფაზე რომ მივიდა ეთქრება. სუფრას კარგია გასვაგერდი, გაზეთები მიგას მეტრაფნა. რადგანაც ესკარება ხალბატონმა ყველას და მოვიდა მადლობა. ბადრი არ მოვიდა. მეგრელია, ამან გავიდა. ბადრი, დათრას კაი მეგობარია. მაყალა მოდისა და ისე გავყევიდა. არ წამიყვანს, რას არ წაგიყვანს და უთხარით გაცრაფყვატო და რას არ წაიყვანს. ამიტომ დიდი მადლობა ხალბატონ მაყალას. მიულოცოთ ოჯახის სიკეთეს, სიყვარული მოუნდათ, პატარა გოგოები ვიყავს. შამთელობა სიკეთეს და გავარახაცეს ტარში. ორი სიტყვაში და გურმაზია. ორი სიტყვა, ვიცი, ყველაფერი ორი სიტყვას ვიტყვი. უდიდესი სიყვარული და პატივისცემით მოგესალმებით. ჯერ კიდე ჩვენს ერთადერთამდე ჰომეროსი ბრძანებდა, რომ მსგავსი ცნობს და ხალისით უკავშირდებაო და აი ეს ის აკადემია, სადაც ადამიანები ერთმანეთს სიყვარულით უკავშირდებიან და სამშობლოს ერთგულებით. ძალიან კეთრი ნიშანი აქვს ამ აკადემიას, სამშობლო. დიდი მადლობა ბატონო მაგა, ყველა ჩვენთან შეხვედრა შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. წელს თქვენ გამორჩეული წერილები. თუ არ კვატორი მოგინეთეთ წერილთა კავშირს უკვე მე წინასწარ ხომ სიას შევამდე მინარიან შეურები წლის და თქვენ წელს ხო მომეცი კაცი პროექტია ტუილიაო და მე დაკუნეთმა გაკა. ბევრი უზარი ძალები და ჩვენ დიდ ფესტივალს ვაპირებთ, სოფლიო ფესტივალს და იქ აღნიშნავ სოფლიო ფესტივალზე ველოდებით ახლა იტალიას, ჩილეს და რამდენიმე 15 ქვეყანას და იქნება რამდენიმე ბაგას მე არ გავხსენდა. აბსოლუტურად. რაც მე შემიძლია იმას გავაკეთებ და ძალიან მიხარია რომ ერთად ვიქნები და ერთად აღნიშნავთ იმ ხალბატონო მაყვალა ერთ წუთს კიდევ შეგაყენებ. ჩვენ მიწვეული ვართ ბენგალიას ინდეცი ოზერი ვიყავდა. აი აგერ მაგის აიგიხავ მაგის აი ეს არის ადუშინო მაღადანია ულიასკის რამ ოღონდ ჩამოდი 30 კაცი არა 5 როზავიდი ჩვენ 6 კაცი მიგვიღებს და ყველაფერი კარგად იქნება ძალიან ჩემი ბავშვი ხოსდება და ყველგან არ ნაპოვა თითქმის ინდოეთი არის აი ვერ ხერთან მიგა დაფერი ბენგალია ეს ხერთან კონკრეტულად
ვისთვის მოვედი მე დღეს ბატონი მურმანგელენიძე არის ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანი საოცრება არის აი ეს საოცარი წიგნი და არა მარტო ეს წიგნი მისი დამოკიდებულება ქართული კულტურისადმი, ქართული მხატვრობისადმი, ქართული ასოგერისადმი და თვითონ დამწერლობისადმი არის განსხვავებული და მე ვფიქრობ რომ ალბათ იშვიათობაც არის ასეთი დამოკიდებულება თვითოური ასო არის თქვენს პირ საოცრად დახატული თან პატივს მიაგებთ წარსულს და თან თქვენ სულცდებთ მათთან ერთად ეს იშვიათი ნიჭია ორმაგი ნიჭია და ამიტომ ჩვენ მწერალთა კავშირის ყველაზე მაღალი ჯილდო არის ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი მე მინდა ეს გადმოგცემ ამაზე ვერთო უფრო დიდი ჯილდო კიდე მერე სადილია დასავლელი რა თუ დაბაგასტი ილია არასოდეს ჩაბარდება ეხლა იყიდება შრაფი იყიდება ლედინონდე მე რა ფასი ვებაკეთებს მაგარი თქვენ მე კოსტუმი როცა გაკეთებას ეს მაგარია და მე ვიდებს სიყვარულს ბაპადიოთ უნდა რომ ტოვებთ იმიტომ რომ მეუდებიან აბალა ეს გახლავთ ფენებული ხალბატონი ხელავიდან რო გამოგზავნეთ მანძალის ხალბატონია ბურამდეს ოთხოცის გადაცემული კანდიდატ რომანებია ულამაზეს ხალბატონია დიდი მადლობა ბედნიერად გადადოღაჯა უდიდესი მადლობა მე ორი ოდესიტო ჩემო ძვირფასო აღოთანებო და ბატონებო პირველ რიგში ბატონ ვაჟებისაც მადლობა იმისათვის რომ დღეს მართლა მურმანგელენიძე მისი ვირსი მისი 80 წლის ნაშრომ ნაჯაფი წიგნის პრეზენტაცია შესრულებული თქვა მე მინდა უგრესი მადლობა ამ შესანიშნავ წერალს ძალიან დიდი სულის მქონე ქალბატონს ქალბატონ ბაყოლა გოლაშვილს რომლის მრავალი ჯილდო მაქვს მაგრამ ასეთი ჯილდო არ მომიღია პატრიარქის ჯილდო და მეორე ილია ჭავჭავაძის სახელობის ჯილდო აი გავიკეთებდი მაგრამ ეს არის აი მე აგატის ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ბაყოლა ეს მეომდელი დღე ჩვენთვის სასამართლებელი ლარავანი ჩვენთვის ბატონი ვაჟა გურამ ცელცვალზე აქ არის ბატონი აპოლონია აქ არის შტაბი და სხვები ჩემი მეგობრები ქალბატონები ძვირფასი ყველას მადლობას ვწირავ და მე ბოდიშუქი ქალბატონო ბაყოლა თქვენ ძალიან არ გეჩქარებათ ორი სიტყვა მინდოდა ამ წიგნთან დაკავშირებით გეჩქარება იმიტომ რომ უძებონის კიდევ შევკრიბეთ ჩვენია რო იტყვი თუ ძალიან გეჩქარებათ მაშინ გაგაცინებთ და მე დიდი მადლობა მე ერთი ორი ფასანა გადავიღო ათო მეჩქარებაო რა წიგნიაში უნდა იაროს ორი აკადემია ჩემს საერთოდ სხვა აკადემია შეუძლია სახალხო მხატვარი მისცეს სახალხო პოეტი მისცეს ახლა ხუთი დაიხურე კარგად და მერე ვთქვა ყველაფერს შეგვიძლია ქალბატონო თქვენ მეცნობის ვინახავთ ადვოკატი არ დაგვიჭირა ადვოკატი არ გადა ისი ადვოკატი საერთოდ არა ახლა ხარ მინისტრი არ გამიკვირდა ზედა პროვატინი არ არის დასაჭერია ნახავარი მემაყოლე ზედა რა ბარი ხორცე იაფადა უნივერსიტეტში რუსუდან ისა იამზე 26 სკამით მაქსიმუმ და 20 სკამი არის რა ხდება რა ვიცი შედახული არ და ის სკამი გასაგებია 14 სკამი არის ამისთან 12
არა, დასასწრელი არა. ასე არ შეიძლება. ეს კარი მაგიცა? არა, საბიტია. გადელია მან. გადელი კარი თარიღები. ისто გადელია? Quattro spontanei. Io visto a me sono. Oh, sappiamo nato sì. Poi ti abbiamo conosciuto. Poi ti abbiamo conosciuto. Washington per me. Aerogorigazia. Patio stessi cascora, ma Murmansk patisani casi. Ai tu იქნებოდა საბერძნეთში ადრე პლატონის დროს მანე ეხლა მოვიდა ეხლა კილომეტრს ვინა სიმპათური დედების საყავს და ადამიანის სკული მოდი მურმან ეხლა ორი სიტყვა თქვი ეს ხარება ამასას აი ეს კაცი მეძიერ მეგეთი ხაბატონო მარინა თქვენ სიხარი უსიგოცი ხოლო გაბარიყო ის ნოხარიშვილი იყო ტეხანოვზე. გენ მოუწვა შე. ვიცი კაცო, გიორგი ნოხარიშვილი. ხოდა მე სუბრაგა. ო, კაი ბიჭი. ადრე არ მინახე 10 წელი და ეგ საფე პატარა და იქ ყალით მე ვიყავი ხამად. მაგრამ თქვენ სახედავარი ადრეს ვისოდი. თქვენ მებრძოლი კაცი ხართ. მე გლეხიშვილი ვარ და და თქვენ უკვე დიდი კაციშვილი ხართ. სერვაზე გლეხები არის ხალხი. დაჭი. პირველი ქიშიც გლეხებს. Yeme elaş. O. Sesvati gider. Sada. Sigolos modiya gider. Adonebo. ორი სიტყვა თქვით იმას. ორი სიტყვა რომ აი ეს კაცი არა ჯერ მე მინდა მე ბატონო გურა. ბატონო. სალამ მიცემ ეს სიტყვა ბატონო. მურმანს ორი სიტყვა მინდა ამ კაცზე ამ ბატონზე. ნერვზოლი კაცია და რატო ის? გავზამდი. თორე მე ადგომა მესმისი. საუბარი როგორ. მაგრამ რა ხდება? იმდენი უძოლი იქ სამხატვრო აკადემიაში ვინც იყო ქალი იყო აპატიოს ყველა მე არავის დარკილა მაგრამ დიდი ბრძოლა დიდი და გაიმარჯვა ბატონმა გურამ სერსვაზე ბრძოლაში აპიოსანი კაცი ნიჭიერი კაცი და დიდი ორგანიზატორი და მეგობარი ყველას ეხლა მე დიდი ხანი არ გენახია მე და ქალბატონი მარი იმას იმ ნოხარეშვილი ხოცისტის გიორგი აი იქიდან ერთი 10 წუთი შევა. მაშინ არ იყავი თავი და მაშინ ზოლობდი რაღაცა. აი რომ მახსოვს მე. ზოგონია მარტო ლექსი მახსოვს, კაცის მახსოვს. ხოდა იბრძოლა ამ კაცთან. იშრომა და დღეს აკადემიის რექტორი ხო ხარ? თავმჯდომარე ვარ ხალხთა კავშირში. ეხლა რექტორი სუდი არა გარგამიანზე ხარ. თავმჯდომარე და პრეზიდენტი. იგივეა. სამივე ერთი მაშინზე იურისტი ვარ, დოქტორი ვარ. მე რაღაცა. რა ზოგი პრეზიდენტს მიწოდებს ხალხთა კავშირში. არა, იმას სიმპათური დედაღასო და ვისაკალ სიმპათური დედაო და თავმჯდომარე. და იგივეა მაგრამ. ო, თავმჯდომარე სუდი არ უნდა იყოს. არა. თავმჯდომარე. ჯიბოლომაშვილი გაგიგონია. ვარშავ შაველას იმის იყო თავმჯდომარე და პრეზიდენტი. არაგას თავმჯდომარე იგივეა ის, და იგივეა, მაგრამ თავმჯდომარე მოადგილე და ეს სამი კომპონენტია მაგრამ. ამიტომ ბატონი გურამ ცერცვაძე ღირსია ჩვენი აკადემიის, კოლხეთის აკადემია. 2000 სკოლანი აკადემია. ადრე რო იყო მეკი გითხარი დარა ფაზის აკადემია, წყლის აკადემია. ეს არის საერთაშორისო აკადემია. მურავის ნუ ეწყინება აფრის გზანდებიან. აი პრეზიდენტი აგერ სადა ის ხოშა აგერ. ოღარ პრეზიდენტი აკადემიის. შენ მისა. ალექსანდრე ბატონო, ალექსანდრე. არგესპის ალექსანდრე. შენ აბა იმას ერექდე. აკადემიის პრეზიდენტი ხო ხარ შენ პრეზიდენტის აკადემიის. რა აკადემია თქვენ?
Gitmiyor. Hadi mesela aplikasyon. Allah signal alacaklar. Allah. ჩვენი აკადემია არის საქართველოს პოლიტიკური ფილოსოფიის აკადემია. Კი გადავ, მე დიახ, კაი დაშეკითხე, გასაგებია. აკადემიის პრეზიდენტი. საერთაშორისო აკადემია სხვა ქვეყანა. საერთაშორისო ბიბლიოთეკა სხვა ქვეყანა. საერთაშორისო მიმოხილვა სხვა ქვეყანა. ამიტომ ჩვენ ცოტა ერთ ბატონო გურამ ქენზეა ერთი ისრის გაფრენის სადღაც ვარ და ამას დავამტკიცებ. ამის უფლებას მემაძებს ის 200 ტომი. 200 ტომი. ცოტა სადა გურამ. მე მინდა ბატონი გურამის მორისონის ბატონი გურმანის ესენი არიან წარდგენა ბატონი გურამ შესაძლოა გურმან გელენი ეხლა გურმან გელენზე მოკლეთვით და მე დააჭირეთ ჩემო ზურფასა შეიძლება მოусვენო დავამდელი დღე ჩემთვის კიდევ ორჯერ სასექარულოა იმდენად რამდენადაც აბრძანდება ჩემი ზურფასი კარგი ადამიანი, ღირსეული ადამიანი, ქართველი კაცი ქართველთა კავშირის თავმჯდომარე ბატონ გურამ ცერცვაძე მე არ მახსოვს თითქმის სტუდენტობის წლებშიც კი ესწრებოდი პოლიტიკის ქართველთა კავშირის ცხრილობებს. ეხლა როცა ბატონი გურამი არჩეული იქნა საქართველოს ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მან შეძლო იმდენი რომელიც არ ვიცი არც ერთ ქართველთა კავშირის თავმჯდომარეს არ გაუკეთებია. აწყობს საერთაშორისო გამოფენებს რესპუბლიკის მასშტაბით, საზღვარგარეთ, იღებს მრავალ დიპლომებს და მხატვრობისათვის ბოდიშვილი ამს გადაპოპრილი ყველა მხატვარს უდგას გვერდში. აწყობს პერსონალურ გამოფენებს. მისი დამსახურება შარშანცენ უпроსოდ 2024 წელს შემოსულდა 80 წელი და ბატონმა გურამმა მიჩნდა 31 ივლისიო თბილისში არავინ არ იქნებაო და გავაკეთოთ აჭარაშიო. დავეთაქვე. ჩავედით დიდი პატივი დამდო აჭარლებმა, დასაკურულია ბატონი გურამის ავტორიტეტით და არ მინდა გამოგზავნდეს ბევრი ღირსეული ქართველი. დიდებული კაცი, კარგი ორგანიზატორი და მინდა რომ ბატონო გურამ თქვენის ხელმძღვანელობით კიდევ მრავალი სიკეთე მიეღოთ ქართულ მხატვრებს. მისაბაძი მაგალითია თქვენი შრომა, თქვენი ენერგია და მხატვრებს ამიტომ უყვარხარ მურმან გელენძეს და თქვენ გვერდში მიდგახარ და მეც გვერდში. უმეტესი კანდიდატურა არ არსებობს. მადლობა. აბასისა, ეს ხალხი ვარ რამბოს. ადეთო, შეგეუნე, ყველასი. რამბო ხალხი ვარ. გუდი მესგახურე მე რა. გურამ სისხლსენი რა ვიცი სისტემას რა ვერ გავიგე ვერაფერს ენა. საზღვარგარეთთან ისრობენ ამ კაცსანი კარგი ორგანიზაცია. ასეთ იმასოა გააგონება მე არა. ამაყება მე ისო მეც მომიწყო პერსონალური გამოფენა. მე თქვი შეგაიგა ამას ბალავე. იყო გამოფენაზე მე დიდი მადლობა კიდევ უთხრა ბატონ გურამ. იშვიათი ასეთი ადამიანი მომზადებული კაცურად ყველანაირად. გინა ფორმალისტი, გინა ხელოვნებაში, გინა ორგანიზატორში დიდებულია. და ყოველთვის დიდ მადლობას მოგაცენთ რომ ეს ჩვენი აკადემიისები გახდება ბატონო მალე. და მალე რა გავხდა უკეთებია და ფასი დაუყურე. აბა, გეზგო. პირველ რიგში მეგობრებო მოგესალმებით ყველას ერთად და თითოეულ სასალკე. დღესასწაულია ჭეშმარიტად გამესვო აი აკადემია წარმოიდგინეთ თქვენ ერთობლივი ხდომა საქართველოს კოლხეთის ფაზის საერო სამეცნიერო საერთაშორისო აკადემია აგრეთვე საქართველოს წერალთა მეცნიერთა საზოგადო მოღვაწეთა აკადემია ეგრისი საქართველოს ქალდია საქართველოს და შესაბამისად ენამ ნიკილა დიახ და შესაბამისად აქ აგრეთვე ჩინათი წერეთლის სახელობის საერთაშორისო მრავალპროფილიანი სამართლის აკადემია
და მთავარი კიდევ რაც არის პოეტი აკადემიკოსი ვაჟა ეგრისელის სახელობის საერთაშორისო საჯარო ბიბლიოთეკა, რომლის მსგავსი თელ პლანეტა დედამიწაზე არაა. აი ჩვენა ვართ მისი ფლობელები, ათვისებული თქვენთაგანი და სრულიად საქართველო ველობრალო. ეს ერთობლივი შრომიდან გამომდივარ და მინდა რომ ერთი ორიოდე სიტყვა თქვა საქართველოს ხატვართა კავშირის თავმჯდომარე ბატონ გურამ ცეცხლის მისამართი რომ ამ პიროვნება ეს არის ბუმერანგი პიროვნება. ისეთი რამ გააკეთა ამ დაპირისპირების დროს, როდესაც ჩვენი ჩრდილოეთ მეზობელთან ჩვენ ასე დაპირისპირებული ვართ, ამ რამოდენიმე წლის წინ ადგადა მთელი ქალაქებიდან, მოსკოვიდან, ლენინგრადიდან, რა ქვია, ვორონეჟიდან, ბალტიისპირეთიდან, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ჩამოიყვანა მხატვრები, მოქანდაკეები. მთელი 2 კვირის განმავლობაში მიმობნეული იყვნენ სრულიად საქართველოში. დახატეს, გამოაქანდაკეს, სულ ყველაფერი, მერე საბოლოოდ ჩატარდა შემაჯამებელი შეკრება და ეს ყველაფერი ნამუშევრები ამ მხატვრებმა, ამ მოქანდაკეებმა ყველაფერი საქართველოს დაუტოვეს და დატოვეს ეს საქართველოს მხატვართა კავშირის ფონდში. ეს გაკეთა ბატონი გურამის მეშვეობით. მე მიმარჩნია რომ ჭეშმარიტად ჩვენ რა თქმა უნდა მივიღეთ ჩვენს აკადემიაში უკვე კენჭი უყარეს დიახ და მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს ჩვენი აკადემიისთვისაც დიდი შენაძენია ჩვენი აკადემიის და აგრეთვე მხატვართა კავშირის და სრულიად საქართველოსაც მეგობრებო მე მხარს უჭერ როგორც სიტყვიან ორი ხელით ბატონ გურამს და ულოცავ ბატონო გურამ გილოცავ წარმატებების მისწრებს გაიხარეთ როგორც გადამოწყდა და გადაიგვირე ბატონო ბორის სიტყვი რა გაშერდი კაცი არა კი არ გამჭირდა აბა აგერ კაცი და აგერ შენ და აგერ მე მე ძალიან ხელოვნება მიყვარს მაგრამ ხატრობაში და იმაში არ ვარ ისე ჩახერხული რომ მე ჩემი სიტყვა იყოს რაღაც წარმოსაჩენი და ეს მაგრამ ბატონ გურამ ცერტვაძის სახელი ვის არ გაუგია და მისი ქება გიდება ბატონ მურმანის როცა იცნობდა ბატონ მურმან გელენიძე ასეთ სიტყვებს ძანებს ბატონ უკვე დიდი აღიარება და მით უბრალოდ რომ მისი მიერ გაკეთებული საქმეები რაც არ უნდა მხატვარით რომ არ იყო მაინც გადის იქეთკენ ეს გაკეთებული საქმე იმიტომ რომ ეს უკდავია საქმის კეთება არის უკდავი ამიტომ ბატონო გურამ მე მივესალმები ჩვენს აკადემიაში ჩვენს შემოძანებას და ალბათ აი ეს ორი დიდი ადამიანი ბატონი გურამი და ბატონი ვაჟა იმდენ საქმეს გააკეთებ ჩვენ ვერდი დაგიდგებით და მე მგონი ყველაფერი წავა კარგად ასე რომ ერთი როცა ერთი უბრალოდ განხარა პროექტი გალერეა აი იმ გალერეის ესე იგი თვითონ თქვა მე ვერცად შეგვიდა რომ მთელი მხატვრებისგან მე ყველას შევიდე ნამუშევრებს და გავაკეთებ ჭიათურაში უდიდეს გალერეას. ჭიათურელია კაცი და ეს დიდი სახელია კიდე წარმატებული. ბატონო ადამი ჩააჯამე. არ უნდა ატარდე, ჩააჯამე. მოგესალმებით თითოეულთაგანს ამ წვიმაში ასე ცუდანეთში რომ მოგძანდით მადლობას გიხდით თითოეულთაგანს და სრულებით ვეთანხმები და მინდა ამასთან ერთად ვისარგებლო თქვენი უაღრესი პედაგოგი იყო ცონიობული ცოტა ვერც უვლიდით დღეს ხო და მე მინდა ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში ბატონო მურმან მე გახლავარ თინათმიწერეთის საქართველოს სამართლის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი აკადემიის პრეზიდენტი თუმცა მე რუსეთის კადრი ვარ საშუალო სკოლის შემდეგ ჯარისკაცი ინსტიტუტი იგავხდი საკანდიდატო მოსკოვში დავიცავი სადოქტორო მოსკოვში დავიცავი და საპროფესორო წიგნი რო გამოვეცი იქ იქნა მონიჭებული და მე მინდა ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში მე ეს აკადემია დასახელებული აკადემია
ეროვნულად შესაკითხი და კანონის ნორმების ფარგლებში მარტო მე ეროვნულად უძღვები და მე მინდა ორთავეს დღეს მოგანიჭო თინათი წერეთის საქართველოს მრავალპროფილიანი აკადემიის აკადემიკოსობა. ეს არის ამ ფორმის და ჩვენ დავგევმოთ, როდის გადმოვცეთ ოფიციალურად და მე სულ 2-3 დღე მინდა და ამისადა ტიპონს მოგად. მადლობა. გადანუმრა. მეგონა წინდაძინ გააგეზა და ეს. მეგონა წინდაძინ. აი ფეგი გავაკეთე. მადლობა. აქ გარდა ამისა აქ არის სამეცნიერო კვლევითი ბიბლიოთეკა ბატონი აკადემიკოს ბატონი ვაჟა ეგრისელის სახელობის და ამ ბიბლიოთეკის თქვენი თავი, თქვენი ცოდნა, თქვენი გამოცდილება აუცილებლად ჭირდება და თხოვთ მიიღოთ ჩვენთან ერთად შემოხვიდეთ. ჩვენ შევეცდებით ყველანაირად რომ ეს უფრო მეტი ფართერო იყოს. და იქ დასაჯდომით მეტი იქნება და ბიბლიოთეკაც მეტი იქნება. მე ამაზე ვიზრუნებ. იგი მაგობა ყურადღებისათვის. მე ვიტყვი ხო ორიენტის. არა, კიდევ რა, მინდა შეხი. აბა, ხალხი რას იკითხავს? ქალბატონი ისე არ გამოვა გულა. ქალბატონი ბრძანდება აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე. სწავლული დივანი. დიდი პატივისცემით და დიდი სიყვარულით იმ თვალსაზრისით. გაიხადა და ამბო გაიხადა. ჩემი წარსულიდან მყავს მხატვართა წარმომადგენლები. ეს არის ბელა რომელაშვილი, ზაზა გიანები ირიძეები. ბატონი გაიოს მეხაშიშვილი თუ გახსოვთ. კი, მოკლედ. მეც მათ გვერდით გავიზარდე, მათ მხატვრობას ვეზიარე, თუმცა მე მხოლოდ პროფილებს ვხატავ ისიც დამახინჯებით, მაგრამ ძალიან მიხარია და განსაკუთრებით სურათის აღქმა მიყვარს შემეგურად და ვარ ბედნიერი, როცა გალერეაში შევდივარ და ვათვალიერებ ნახატებს. ძალიან დიდი ბედნიერება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენი მობრძანება ჩვენთან, იმიტომ რომ რაღაც სხვა სახეს შეძენს კიდევ ეს საოცარი ურთიერთობა და დაგილოცავთ ეხს რომლითაც შემოხვედით ამ შენობაში და გაგვახარეთ როგორც ბატონი ვაჟა და ჩვენს პრეზიდენტი მარი იგნატაშვილი პრეზიდენტია გასაგები დამიუღია და ჩვენთან რო იყო ბატონო გურანი და რა გავახსოვარ ბატონო გურანი მახსოვხარ ნობარის და მე მახსოვხარ დაწინაურებულია მაგრამ ჩვენ ძალიან გავხსოვთ ბატონო ვაჟა მე მინდა აი ამ საყვარელ პიროვნებას ხრევად ერთ დღე ნამდვილად მიულოცო იმისთვის რომ ჩვენს ლამაზ ოჯახში შემოგბრძანდა ბატონი გურამი და მინდა პირველ რიგში აღნიშნო ბატონი მურმანის ჩვენ წიგნის პრეზენტაცია და ნამდვილად აი სასიხარულოდაა დღეს პირადად ჩემთვის რომ ასეთი საყვარელი პიროვნები თქვენ შემოგბრძანდით ჩვენს ლამაზ ოჯახში და დიდი სიამოვნებით ყოველთვის მიგიღებთ ჩვენთან თამარი მოგბრძანდეთ და ჩვენებურად ყოველთვის გადმასპინძლებით როგორც შეგუჯგოთ ნამდვილად მიხარია ბატონ მურმანი იგი რა მოიტანა იქ ფეხით ისპენ გამოგზავნე დაიხარეთ ცოტა დავარ შეხვედრა დაიხარა თქმა უნდა რუსუდანი რამე იგი მხატვარზე კომპოზიტორი ხარ პროფესორი დოქტორი და ბატონო გურანი სახალხო ეს არის მუსიკოსი ის რა თქვა ხელოვანია დირიჟორია რეჟისორია კომპოზიტორია თქვენი პიროვნებასთან მიმართებაში და თქვა ეგ არის ძალიან დიდებული ძალიან ჭეშმარიტი ძალიან იქით გადაღებას რაც დღეს თქვენი პიროვნებისადმი ითქვა ბატონო გურამ ეს არის ძალიან აღმატებული ძალიან ძვირფასი
საოცრად ძვირფასია ეს პიროვნებისთვის, რომ მოისმინო ასეთი ფუნდამენტური შეფასება. ეს, რა ვიცი, ალბათ არის ერთეულების ხვედრი და თქვენ იმ ერთეულთა სიაში ხართ. ის, რაც ახლა დღეს ითქვა, ეს არის პირდაპირ არაჩვეულებრივი, დიდებული, ნამდვილად ქართულ მენტალიტეტში რომ ჟდება. აი, ისეთი თვისებებია. რასაკვირველია, მე მაქვს შეხება მხატვრებთან, ჩემი ქვის მხრიდან და დიდებულია ეს სამყარო, საოცრებაა. მხოლოდ გვინდა დალაგებული ქვეყანა. ეს ნამდვილად გვინდა. მე თქვენ გილოცავთ ბატონო, აი ესეთ საოცარ წარმატებას, ეს არის ერისიამაყი. ერისიამაყია და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ძალიან შეჭირვებული დროის გამო ხანდახან ვერ მოვდივარ, იმიტომ რომ ძალიან მაგრამ მე ამაყი ვარ, რომ თქვენ ხართ ის ძალა და ის პიროვნება, რომელიც ჩემი საშუალო სიამაყეს. Şarap hocalığa hadvari şarabız garajı kaçıyor. Diyebit var ha, çemi simarlı diğer belgaya görüyor. Simarlı arsma var değil mi? Can sasiyamın muhakkak devri şeytme bir itva. Ara goram soysno. Goramı söz görüyoruz soysno. Çön şöyle savartı. Aniada. Front isiyar gavuyor çön verdi tarvede. Ay frontze arvigay, mara mesvigay şostan. Ay siz moklet zamatevit midis da Mixarия. Spataşoris რომ ესე უძღვება ჩემბატონო ჩვენ საქმიანობას. მაგრამ განსაკუთრებით ქალები შეფარებულები გასო მოდიან გამოფენის დროს. და პადრუშკი თողონ გადავობ. ეხლა ზაგო 5 მარს გვა ქალ ხატვართა გამოფენება. და ბევრი იქნება პადრუშკი თողონ. ხოლო ქალ ხატვართა გამოფენება. ესე ხატრები არიან და გამოფენები ხალი ხატრები. ეს ნანი წერაგაცი გიმასიფა ორიდე. მე არ ვიცნობ, მაგრამ უერთდები კარგია. კარგი რომ ასეთი პიროვნება შემოგვიმართა. მადლობა ჩემო შეგავშია. აი ხარ თქვენთან ერთად. ურამი თქვენ გვაროსე ბატონო ურა, ეცე დიდი მადლობა. ურა მაისაბე. აი ახლა მე წინ უნდა გაჩუქო ეს დიპლომი კემარა, წინ უნდა გაჩუქო. მე-9 ტომი, 200 ტომი დაწყვია. მე-9 შვილი ვარ და ამიტომ შუქნი წარწერეთ. მე-9 შვილი ვარ და თომა დიპუტატორი ვიდი. რაზი მოდიხარ დიდებული კაცი. შენს კეთილ მეგობარს 2000 წლოვანი კოლხეთის აკადემიოს გურამს ერთს ვაწეს 1000 კეთილი სტუდენტი. უელესი მადლობა. აგა დიპლომს მოგაწევ ოქროს დიპლომს. აი ხარ. გოლ დიპლომი, აბა ის არის. აბა. ორიოდე სიტყვას ვიტყვი. აბა, თქვი და სხვა ძამები. ჩემო კარგო ხალხო, უელესი მადლობა ყველაფრისთვის, რაც მე მოვისმინე. მე ამას არ ველოდი. დავვილე გულწრფელად. არ ველოდი და დელოდი. მოვედი ბატონ გურმანთან ერთად, არაჩვეულებრივ პიროვნებასთან ერთად. ნორმალი სხვადასხვა. ცხინვალე მხატვარი. კი. იროვნება უპირველეს ყოვლისა, უაღრესად დახვეწილი თხემი ტერპამდე ქართველი პატრიოტი კაცი, რომელიც აკეთებს ძალიან ბევრ და ქართულ საქმეს. თითზე ჩამოსათვლელი ესეთი პიროვნებები, სამხატვრო აკადემიას, აი ესეთი ბევრი რომ ხავდეს, დღეს სხვაგვარი იქნებოდა ჩვენი უმაღლესი სამხატვრო განათლებაც, ჩვენი ქართული კულტურაც და ბევრი რამ სხვადასხვა დალაგდებოდა. მე მინდა ამ დიდებულ ადამიანს მიულოცო ყველაფერი კარგი, აი არაჩვეულებრივი წიგნი მისი გამოცემული. რედაქტორი, ეს არის ძალიან არაჩვეულებრივი შენაძენი საერთოდ საზოგადოებისთვის და ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი კულტურისთვის და ყველაფრისთვის, ვისაც კი რაიმე ტკივა დღეს ქართულ ხელოვნებაში და კულტურაში, მაგრამ ნამდვილად აი ესეთი კარგი შენაძენი უძღვნა ბატონმა გურმანმა და აი ხალხმა, ვინც ამას თავი დაადგა და გააკეთა ასე დიდებული საქმე. ჩემი უფროსი მეგობარია, არაჩვეულებრივი კაცი და კიდევ ერთხელ მე მას შევპირდი 80 წელი ხო ვიზეიმებ აჭარაში.
მე აფხაზეთში მიზეიმოთ 90 წელი. მე არა სამაჩაბლოში. და მე სრულიად საქართველოს აღნიშნოს მისი 100 წელი თქვენთან ერთად დამონოვაშა. უპრესიონობა. აი ხარ, მე ამბილად არ ველოდი, აი ესეთ ვერსიტეტ და ესეთ რაც მოვისმინე და თქვენთან ერთად ბატონოვაშა ამ ანაჩეურის საზოგადოებასთან ერთად ვაკეთოთ კარგი ქართული საქმე. ვერ სამხური ჩვენ ქვეყანას მე რა მინდა თქვა ახლა საქართველოს ხატვართა კავშირი არის 115 წლის. ეს არ არის გუშინ ინტელიგენცია და ჩამოყალიბ არ ჩემს მიერ. უდიდესი ქართველი ხელოვანები, კულტურის მოღვაწეები იყვნენ სათავეებთან, მოდიოდნენ, კორიფეები იყვნენ. საქართველოს ხატვართა კავშირის თავმჯდომარეები, ეს არჩევითი თანამდებობაა. ჩვენ გვყავს 3000 წევრი. 3000 კაცი რომ აგირჩევს და თანას ასეთი უზარმაზარი შემადგენლობა, დიდი ინტელექტუალური პოტენციალი, ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გაგისწრია ამ ხალხის წინაშე და ჩვენი ხელოვნების წინაშე. რაც შემიძლია და როგორც შემიძლია, ამას ვაკეთებ. რომ მიტყვიან აქავ დგევარ და სხვაგვარად დაძალვიც. რა თქმა უნდა, ბუნებრივია. მადლობა თქვენ და ეს კიდე მე მივიღებ ბონუსად და მომავალს და მომავალში უფრო და უფრო ბევრი კარგი საქმე. ბატონო გურა. 27 ეხლა ხო დედრე მარტს ხდება ჩვენი შეხვედრა და ოქროს დიპლომს მოგა. ოქროს დიპლომი ისე მადლობა და რა ბევრ ამას მავალეს. არაფერს არ გავარი. თქვენ მარტო აჭარაში რომ გაუდით, გვერდით, ეს ჩემი ძველი მეგობარია. იქიდან ამერიკა ავიდი. დიდებული კაცი. სიტყვარმის ზოგადად დაურეკი ის მიყავდა ეს გოგსაძეს მიყავდა საღამო. თემურ გოგსაძეს ჩვენი მეგობარია. ო, ძველი მეგობარია, ჩემი მეგობარია. ო, ძალიან კარგია და აი იქ რო დაუდეთი. თქვენ დიდი კაცი ხართ, მაგრამ ხუთჯერ მეტი. ყველანაზია შემიცოლი, მაგრამ ბევრი კარგი რამე. აი ხარ სამწუხაროდ და დაპყრობთ. ეს მაჩერება ბატონოვაშა მიდის. არა კაცო, რა წავაგდე ერთი და. საათ მიდიხარ, მიგაიგე, წვენი მოტანილია და. ორი მივიღოთ და ერთი წინა გადაგარდა წათი სადაც გინდა. გინდა იძე ბენგალიაში ბატონო გურა. გურანი, ბატონო გურა. ბენგალიაში ვარ მისვეულ, ბენგალიაში ინდოეთში. ხოდა 30 კაციოდა. 30 კაცია, 10 კაცი წაგივა თუ გინდა. ჭამა, სმა და გლები და ვერცერთო მომედი და ვერცერთი არ მოგაკდება, ვერცერთი. ეხლა მეორე, ბატონებო. ეს ნაცალეთ კაცები. თვითონ იქნება ბაბა რაის და ამერიკელი. მეორე მისაღებია ჯემალ ელაშვილი. რომელი ელაშვილი? ჯონი. ოფიციალურად ჯემალია. ოფიციალური სახელი ეგაა. ეს ჯონია რატო ახარ ჯონი გასო, რამდენი? ავიც ეგრე მეძახია. ისიც არის და ისიც. არავინიც ეგ სახელი რომ ქია. ბრიტანეთის მოსახლე. გურა. ორივე. აბა ფირგას რა? ბატონო ჯონის მეგობრებო. დიდი ხანია ჩვენ ვიცნობთ სამეგობრო და ვიცით უაღრესად პატრიოტი ადამიანი. უაღრესად განათლებული და საზოგადოებრივი მოღვაწე, რომელმაც ყველაზე დიდი საქმე რა გააკეთა, იცით? როცა ალაზარმა თავის მიმართულებით რაღაცა ჩამოაჭრა საქართველოს მიწის საკმაოდ დიდი ნაწილი, ბატონმა ჯონი მისი ინიციატივა, რა თქმა უნდა, მარტო არ იყო მათთან ერთად, იმ ხიდი გააკეთეს და ის აზერბაიჯანის მხარეს დარჩენილი რამდენი გექტარია ბატონო? 980 გექტარი მიწა ისევ შემოიერთა და იქ დასახლებას კოლმეურნობის მაშინდელიმით, კოლმეურნობის შექმნას, მერე იქ ახალგაზრდების მიზიდვას და დიდი მართლაც მეურნეობა გაკეთდა იქ. მევენახეობა, მესაქონლეობა და ამ შემდეგ და ხელმძღვანელობდა ეს ადამიანი როგორც თავმჯდომარე. და დიდება ასეთი პატრიოტები, ახლა ჩვენ ისეთი რაღაცა დაგმართა ვიღაცავ, რომ ჩვენს ეკლესიას უჯარმაში
უჯარმაში არა ისა არა გარეჯის ჩიჩხვითის არა იმისი ჩიჩხიტურის იმას ალიევის სახელობის მიაკუთვნებს ჩვენ თვალწინ და მაშინ როდესაც ესენი ეკაჩემიან რაც შეიძლება ჩამოაჭრა საქართველოს და ბატონი ჯონი ასეთი 980 გექტარი უსაოცარი ნაყოფი მქონე და დღეს იქ ცხოვრობს რაოდენობა არის დიდი სოფელია სადაც ღირსეული ადამიანები ცხოვრობენ მივესალმები მე მის აი ამ დამსახურებაში რომ ჩვენთან შემოგვერდა და მისი პრაქტიკული საქმიანობიდან ჩვენ ბევრ რამეს ვისწავლით, ბევრ რამეს დაუდგებით გვერდით და ჩვენ დაგვიდგება გვერდით. ამინ. ღირსეული კანდიდატი შემოგვედა ჩვენ საქართველოს. Თვითონ მეგობრებო, ჭეშმარიტად აი ბატონმა მორისონმა რაც ბრძანა, შესაბამისად, ცოტა შეიძლება ესეთი რაღაცა რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ იმ კოლმეურნეობას, იმ მეურნეობას სახელი ქონდა ერის იმედი. სოფელი ასენა. სოფელი ერის იმედი. აი წარმოიდგინეთ თქვენ. დიახ და ეხლა შესაბამისად მაშინ ეს მუშაობდა პარტიის რაიკომში ინსტრუქტორი იყო და როგორც პარტიული დავალება მისცეს მას გააგზავნეს და შესაბამისად აი ეს უპატრონა მოაქცია ისევ ჩვენ საზღვრებში ეს უზარმაზარი ტერიტორია და დღესაც ეს კაცმა აი ჩვენ თვალწინ მოხდა ესა ჩვენ თვალწინ მოხდა ეს აი რამოდენიმე ათეული წლების წინ შესაბამისად ეხლა ისე ჩამოყალიბდა მოგეხსენებათ რომ დაირია ქვეყანა და ბატონი ჯონის დღევანდელ დღეს უწევს ხელოვნებაში გადაინაცვლა ეს პარტიული და სახელმწიფო მუშაკი სამეურნეო მუშაკი გადავიდა ხელოვნებაში და დღეს არის რეჟისორი სცენარისტი მოკლემეტრაჟიანი ფილმების სხვა რამოდენიმე კონკურსების გამარჯვებულია ოქროს მედალოსანია და დღევანდელ დღეს ჩვენთან მიღება მისი ჩვენს რიგებს და ჩვენს აკადემიას გაამდიდრებს და შესაბამისად ყველანაირად დიდებული მამონიშვილი ესა რომ ორი ხელით პასუხე ბატონი ჯონის კანდიდატურა ბატონებო ვის უნდა ორი სიტყვა ორი სიტყვა ბატონ ჯონზე აბა ვერა ისა ბატონებო ეს ადამიანი მე გაცნობილი ვარ ამას კარგად ამხავს შესავლილი მე როგორც პოლიციელი ზვერავი და როგორ გითხრათ უკეთესი ადამიანი არის მაგრამ უმაღლესი ადამიანია ყველანაირად აი დღეს მარტო აი ახლა რაც ამა დღეს რო დაკარგათ რო 500 ლარა არ გაგყვებია ამის არა ეს უნდა ითქვას კაცო იცოდეს ყველა მე დიდი მარდლიერი ვარ უერთდები თქვენს იმას წინადადებას ბატონო ჩემო და თქვენ კი დიდი მადლობა ჩემო კარგო ისე რომ იცოდეთ ეს აკადემიკოსია თინათინ წერეთლის საქართველოს სამართლის მეცნიერებათა მრავალპროფილიანი აკადემია ფილოსოფია ბატონებო ბატონ ჩემას ჯონია ბატონო ჯონ მეხუთე ტონი 200 ტომეულის ავტორია ესა თქვენ წარწერაც რომ აკადემიკოსი ხარ გვედა 40 წაიღე წიგნი ის რაღაცები სხვა სტუდია მადლობა ამაზე უკეთეს რაღაც ნელა კამი ხოლო დაუმიზნე როცა ალო სამწელობა დიპლომს უკეთესი მადლობა ერთ სიტყვით ორი სიტყვა იყო და ორი სიტყვით ყველას თითოეულ თქვენთანაც ვიცნობ სამწუხაროდ ის წლები უკვე წარსულს ჩავარდა სამწუხაროდ იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან ძველი მოგონება იქცა სახელი ერის იმედი პატიაშვილის პერიოდში იყო ბათოს უმაღლესი პარტიული პოლიტიკური სასწავლებელი დავამთავრე მაშინ და რომ ჩამოვედი შენაო აზერბაიჯანში უკვე მაგაცები ყავსო და აზერბაიჯანის საზღვრის ჩვენ საზღვრის ალოვის იქეთ სოფელი დავაშენა და შემდგომ მიწევდა ამ საქმეს რომ
თებერვალში გამიშველა და 9 აპრილი მოხდა ურთეში. ანუ გამოვიარე მე გუმბარეთის პერიოდი, შევარდნაის პერიოდი, გამსახურდიას პერიოდი, სუხელას პერიოდი და არ მივატოვე სოფელი და ავაში. სოფელი ერისიმები მოიკითხე და ჩვენ მადლობა ვერ გადაგიხეთ ბატონო ვაჟა. როგორ გეკადრება? ყველაფერს თქვენ მიიღეთ, ყველაფერს თქვენ რაც იქნება. ბატონო აპოლო, ჩვენ ძევრის ლაპარაკი არ არის. ჩვენ ყოფილა ეს დიდი კაცი ყოფილა არ ვიცოდი. აი, ბატონმა გურამი, ბატონმა მორისონმა თქვენს რომ ასეთი კაცია არგენტინასთან, არგენტინასა და ესპანურის ეს რაღაცა შეშმარდა მეგობრებო. ისე დაგვასალო ჩვენ მეგრული მაინც ეს არ არის ესპანურის. დიდი კაცი ყოფილა, ეროვნულ კაცი ყოფილა და ძალიან ისეთი ვითარებაა რომ ძალიან გაგიხარდება და მე მადლობას ვსერა ბატონ გურამის და ბატონ მორისონს რომ ასეთი კარგი კაცი ჩვენთან დააახლოვა. სადაც ჩვენ ვიქნებით ყველგან ბატონი ნიკოლოზი იქნება ჩვენთან. მაგი ჰემინგუის გავს და ულაშებია რაღაცა მაგრამ კაი კაცი. აბა ორი სიტყვა თქვენ. ხო, მეგობრებო, წარმოგიდგენთ კანდიდატურა ჩვენთან, ჩვენ რიგებში მისაღება ჩვენს აკადემიაში ბატონ ნიკოლოზ ხანახანიშვილის კანდიდატურა. ეხლა ეს პიროვნება არის უკაცრავად ხო, ეს პიროვნება არის აი ესე მოკლედ რომ გითხრათ, მოცეკვავე ქორეოგრაფი. ესე იგი უმაღლესი მსოფლიო დონის და აი ეხლა კონკრეტულად თუ რა სტატუსი აქვს, ეხლა კიდევ დამატებით კონკრეტულად გეტყვით. ესე იგი, პროფესიული სტატუსი და საერთაშორისო რეგალიები. უნოტა სიედე ელჩი ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნოტას ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ოფიციალური ელჩი საქართველოში. ეს ერთი. შემდეგ სპორტული ხელოვნებისა და საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში. საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარე, კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაცია არგენტინის სახლი საქართველოში. პროტოკოლი მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი არგენტინის რესპუბლიკაში და საქართველოს მშვიდობისა და მეგობრობის ხიდის დამფუძნებელი და თავმჯდომარე საქართველოში. აკადემიური ქორეოგრაფიული სკოლა, საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ყოფილი მოცეკვავე, სამხატვრო ხელმძღვანელები ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი. მათო მეორე ხო, საერთაშორისო აღიარება არგენტინაში 2025 წელი. ხო. ესე იგი, არგენტინაში 2025 წლის 7-13 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ ლას ტერმას დე რიო ჰონდოს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე ნიკოლოზ პატარხალიშვილმა როგორც საპატიო სტუმარსა და ელჩს მან შეასრულა მის მიერ დადგმული ცეკვა აჭარული განდაგანა, აჭარის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მუსიკოსების ჩანაწერის თანხლებით. აღნიშნული გამოსვლის საფუძველზე მას მიენიჭა ორი უმაღლესი სტატუსი. აღიარებულია როგორც მოცეკვავე და ცეკვის მაესტრო მსოფლიოში. აღიარებულია, დიახ. ამას გვიმადავ. აღიარებულია როგორც მოცეკვავე და ცეკვის მაესტრო, რომელმაც საქართველოს ღირსეულად წარმოადგინა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ამას გვიმადავ და კაცო. აი ახლა ამ სოციალური სივრცე, კულტურული დასვენების ზონები ადგილობრივი მოსახლეობის და უცხოელი ვიზიტორებისათვის. მესამე სახელმწიფო მისია და სტრატეგიული ინფორმირება 2025 წლის 14-29 ოქტომბერს ქალაქ ბუენოს-აირესში ნიკოლოზ პატარხალიშვილმა პერსონალურად და ოფიციალურად აცნობა საქართველოს არგენტინის თანამშრომლობის სტრატეგიული პროექტის შემდეგ უწყებებში.
არგენტინის რესპუბლიკის პრეზიდენტის ხავიერ მილეის ადმინისტრაცია, ეკონომიკის მინისტრის ლუის ანდრეს კაპუტოს ადმინისტრაცია, საქართველოს საქმეთა მინისტრის პაბლო კინოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტრატეგიული პროექტი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მსოფლიოს ხალხთა მშვიდობის, მეგობრობისა და ფეხბურთის ვარსკვლავების ხეივანი. პროექტი ითვალისწინებს ქალაქ თბილისში მრავალპროფილიანი საერთაშორისო კომპლექსის დაარსებას, რომელიც გააერთიანებს შემდეგ მიმართულებებს. სულიერება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა ნიკოლოზისა და წმინდა გიორგის ტაძრები, სპორტი და განათლება, საქართველოს, არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის საფეხბურთო აკადემიები და არგენტინული სესარ ლუის მენოტის წვრთნელთა სკოლა. კულტურა და ბიზნესი, 4-ვე ქვეყნის კულტურული და სავაჭრო ცენტრები, საქართველოს ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონთა, ასევე მეცნიერთა და ხელოვნების მოღვაწეთა მუზეუმი. და ეს გაკეთება, მეგობრებო, თბილისის აეროპორტი რომ აი სტელა ზურაბ წერეთლის მიერ დადგმული, აი მაგის პირდაპირ მდებარე ტერიტორიაზე გაკეთება ეს. გარდა ამისა, ბატონ ნიკოს აქვს სოციალური სივრცე ყველაფერი კიდევ ისა ბატონო იქნება. კულტურული დასვენების ზონები ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელი ვიზიტორებისათვის. საერთაშორისო მედია პლატფორმა. პროექტის განუყოფელი ნაწილია მრავალპროფილიანი საერთაშორისო გაზეთი მესხი და მესი გამოცემა. აი მაგეთი მესი და მესხი მატრიალ ერთი შემო საქართველოში და არგენტინაში აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში. კულტურა, ხელოვნება, ისტორია, რელიგია, განათლება, მეცნიერება, სპორტი და ტურიზმი, სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება, ბიზნესი, სხვადასხვა სახის საწარმოების შექმნა და ეკონომიკური ინტეგრაცია. დაასკვნა წინამდებარე წარდგენა ადასტურებს, რომ ავტორის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის ისეთი მყარი ინსტიტუციური კავშირების დამყარებას, რომელიც მოიტანს გრძელვადიან კულტურულ და ეკონომიკურ სარგებლებს ჩვენი სახელმწიფოსათვის. ბრავო. ეხლა ბატონი ნიკო, მეგობრებო. ბატონმა ნიკო შესაბამისად მარტო ხელოვნება კი არა, ხელოვნება და ქვეყანა და პოლიტიკა ერთმანეთს დაუკავშირდა და თქვენ რომ იცოდეთ ეხლა გავიხსენოთ რომ არგენტინის რესპუბლიკამ ერთ-ერთმა პირველმა 1918 წელს ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაშინ პირველმა მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობა. და ეხლა კიდევ ალბათ ბატონი ნიკო თვითონ იტყვის აი ამას თუ რა აქვს კიდევ მას გათვალისწინებული ესე აკადემიების ჩამოყალიბება აი ამ ქვეყნებისა, ეს არის საოცრება, მეგობრებო, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისათვის, თანაც წვრთნელთა სკოლის გაკეთება, ეს სასწაული რაღაცაა, ისეთი რამ და სხვადასხვა ერთი რამ უნდა გესვა. აი თუ გახსოვთ დიეგო ასე რომ მეგობრებო, მოგიწოდოთ ერთად ხარი დაუჭიროთ ბატონ ნიკო პატარხელის მიღება ჩვენს აკადემიაში. თუ შეიძლება ხალბატონებო და ბატონებო მოკლედ თუ დიახ, მოკლედ ბატონო, მაგრამ ამ ადამიანის გაწეული შრომა მოკლედ ვერ ითქმის, მაგრამ რაც შეიძლება მოკლედ ერთადერთი რაც შეიძლება ვთქვათ, შრომის მოყვარე დღე-დაღამე მუშაობს ამ პროექტზე და დაინტერესა არა მარტო არგენტინის ფეხბურთელები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები და თვით პრეზიდენტი, რომელმაც აღიარა რომ ბატონ ნიკოს მეგობარია. რომელი პრეზიდენტი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ეს ვიცი. რაც შეეხება თვითონ არის საერთაშორისო ჟურნალისტი. ითქვა რომ მოცეკვავე
ნახავთ ამ იმას თუ დაინტერესებით YouTube-ზე არის როგორი საოცარი ჩეკვას აკეთებს თავისი გამოგონებული ეს რა ილეთები და თავისი ასე რომ ადამიანი რომელიც დღეს და ღამე ფიქრობს როგორ წაადგეს მისი საქმიანობა საქართველოს და არგენტინაში, ბრაზილიაში თქვენი იცით ბატონო ზაურ რომ ფეხბურთელები სოფლიო დონის ფეხბურთელები რომლებიც უზარმაზარ ჰონორარს ღებულობდნენ მათ ეს ჰონორარები ჩადეს ბიზნესში და ბატონ ნიკოს ეუბნებიან ოღონდ ჩვენ გაგვიხსენი გზა რომ ჩვენი ეს პული ჩავდოთ საქართველოში საქართველოს განვითარებისათვის არა მარტო ფეხბურთი ყველა სფეროში ეს რომ შვიდობის ხეივანი ამას თვითონ ჩამოვლენ და დარგავენ ის ცნობილი ფეხბურთელები მარადონა აღარ არის მაგრამ ვინც არის ახლა ჩვენ ბატონმა ნიკო გვანახა რამოდენიმეჯერ და პირდაპირ კავშირი იმ ყოფილი უკვე ვეტერანი ფეხბურთელებთან საუბარი მათი დაინტერესება საქართველოს მიმართ მათი დაინტერესება რომ საქართველოში ჩადონ ელექტროენერგიის აღორძინებაში, სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში, მრეწველობაში და ყველანაირად არიან მზად. და ეს არის ბატონი ნიკოს დიდი შრომის შედეგად მოპოვებული დამსახურება. ასე რომ ბატონო ნიკო ჩვენ ყველანაირად ვეცდებით გვერდით დაგიდგებით გიდგავთ, რაც შეგვიძლია, ახლა დიდი აფერი არ შეგვიძლია, მაგრამ რაც შეგვიძლია და ერთი რამ ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა ის რომ თქვენ დაგთანხმდით რომ ბატონი ვაჟარ აკადემიაში რომ ჩვენ გაწევრიანება რა ის იყო არა მე სახვეწარი რა ქონდა სახვეწარი არაფერი არ ქონდა უბრალოდ სიტყვა მოიტანა სიტყვაში გამოკიდება მე მგონი ისეთი ის არის ამიტომ ბატონი ნიკო პატარქალიშვილი არის ღირსეული კანდიდატი რომ ჩვენი აკადემიის წევრი იყოს და საქართველოში კიდევ ერთხელ და გააგრძელოს მუშაობა პრაქტიკული მუშაობა. ეს ერთი შესაძლებელი. ერთი წუთით ქალბატონო ბატონო ნიკო ეს ბატონი ვაჟასაგან საჩუქრად შეიძლება ორი სიტყვით მე. ორი სიტყვა სამი შეიძლება. რა თქმა უნდა. გურაჩი სამბატონებო და ბატონებო პატივი მაქვს გამილოთ თუ შეიძლება ჩვენთან ესე იგი აკადემიაში ბატონო ალექსანდრე თუ შეიძლება მოусმინოთ მოწვევისა მე ესე იგი მოკლედ გეტყვით ესე იგი საქართველოს და სამი ქვეყანაა ესე იგი გახლავთ არგენტინა, ბრაზილია და ურუგვაი ესე იგი ეს ქვეყნები ფეხბურთის ქვეყნებია და პრეზიდენტს რო ირჩევენ ესე იგი არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი არა ფეხბურთში და ერკვეოდნენ გესმით რა ხდება ესე იგი ფეხბურთი ცხოვრობს ოჯახები არის მაგალითად ოჯახში ქალი არის მაგალითად ერთი გუნდის ხომაგი მამაკაცი არის ესეთი სხვა გუნდის და რო ნახოთ ხო აბარა ხოლმე ერთხელ მე შევესწარი ასეთ რაღაცას და ესე იგი აი მანქანაში არა ესე იგი ჩამოუკიდა ესე იგი ზღოლმა ნუ ესე თვითონ იყო საჭეთა ნუ მე ზღოლი მეკოდა თავიდან ჩამოუკიდა ესე იგი იმ ესე იგი კლუბის რაღაც მიპელი და ესე იგი რაღაცა ჩხუბია იქ რა ხდება მეთქი შაბათი დღე იყო არგენტინაში ვარ ესე იგი ბუენოს-აირესში და რატო ჩხუბობ მეთქი და იცით რა არის ბატონო დღე ჩემი გუნდი ესე იგი თამაშობსო და ჩემმა მეუღლემ კიდეო აგრე თავისი გუნდი ესე უკვე თავისებურად უნდა რომ წინწაწიოსო ხო და მე დავაწყნარე მე აი ასე აღარ მიდამოძები ლაპარაკი ხო და ესე იგი პრეზიდენტი გამოდის აირჩიეს არა ნუ თავისი პროგრამა წარადგინა ყველაფერი მაგრამ ბოლოს და თქვას მე უნდა მივეხმარო ფეხბურთს ამიტომ და ჩვენ როგორც ფეხბურთის ქვეყანა მე ახლა მოწვევი ფოტოგრაფი გასწავლავ და მე ქალაქის მერიასთან ესე 80-იან წლების ბოლოს დავაარსე
ესე იგი მერიის კულტურის სამმართველოსთან მაშინ იყო ოთარ ბერძენიშვილი ეწოდება ხო და დავაარსე ქორეოგრაფიული ანსამბლი და პირველად მე ესე იგი მიმიწვიეს არგენტინაში ესე იგი როგორ 1991 წელს ბატონი ზიად გამსახურდია ესე იგი ვაიჩეს პრეზიდენტად მაშინ ბატონმა ზიადმა საერთაშორისო ორგანიზაციები ჩამოაყალიბა მე მგონი ჩემი იყო პირველი ორგანიზაცია ხო და მივწერე პირადად თუ ჩვენ არ შევეძლოთ როგორც ქორეოგრაფ საბჭოთა კავშირის მობილების დროსო პირველად მიმემართა მაგალითად არგენტინის კულტურის მინისტრისთვის მაგრამ ეს საერთაშორისო ორგანიზაცია რო ჩამოყალიბდა მივმართე მე არგენტინის ქვეყნის ესე იგი კულტურის მინისტრ ერთ-ერთი მივიღე მოწვევა ეს იყო 1991 წელი ხო მე ენას არ ფლობდი მაშინ ესპანურს თარგმნის მეშვეობით ვიყავი წასული ორი კვირა დავყავით იქ და ხო ეს იმას ნიშნავდა რომ უკვე რაღაცა ესე იგი დაიწყო დასაბამი რაღაცა თანამშრომლობის და ჩამოვედი და შევისწავლე ესპანური ენა და მეორე წელს ერთ წელიწადში და მეორე წელს უკვე ჩავედი არგენტინაში და იგივე მინისტრის მოადგილე მიწეს ეს გახლავთ ხოსე ლუის კასტინერა დე დიოს ხო და რო შევდა მარტო ჩავედი და მეკითხება რატო ჩამოხვედით მარტო სადაც თარჯიმანიო და ეხლა მე უკვე საუბრობ და რას მეუბნება იცით რაო საბჭოთა ხალხი რო ჩამოდიოდითო ჩუმად იყავით მithomენ არ გესმოდათო რა კარგად ლაპარაკობო მე ვთხარი არა მე ესე იგი შევისწავლე მენამერთი და ხო როგორ იყო ეხლა რომ დაგეჭერებინა მე არ ვიყავი არ გირიკო ვიყავი სუხიშვილი არც ესე იგი ხო და ეხლა იქ რო გინდა ანსამბლი რო წარადგინო დიდი იმპრესარიოს ხდები და იმპრესარიო მეუბნება რამდენი ქართველი ცხოვრობს არგენტინაში რატომ მეკითხებით მეთქი და აბა კონცერტზე ვინ დამოვიდეს თქვენთან თქვენ არ გიცნობენ აქ თუ სომეხი იქნებოდითო 100,000 სომეხი სომეხი ცხოვრობს ჩვენთან ისინი მოვლენო ხო და ამას გაიცით რა მითხრა ჯობიაო თუ გინდათო რომ არგენტინაშიო გზა გაიკვლიოთ არა ფეხბურთში მო შეხედა მე ვთქვი მე მოცეკვავა და ფეხბურთში როგორ შევიდე მეთქი შეიძლებაო ხო და მე მივახსენე იმასაც რომ ესე იგი ფეხბურთში შევედი მაგრამ მესამე წელს უკვე ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ესე იგი არგენტინაში ჩემ ანსამბლზე მაგრამ ჩემი ანსამბლი როგორც ახალი იყო და ეს არის 1993 წელი გახსოვთ ეგ წლები ძალიან ესე იგი პრობლემატური და ჩვენი ანსამბლი ხო ესე იგი ხო არასტაბილური და ვერ შევკერეთ ფორმები გესმით ესე იგი საგასტროლო და ჩემი ეს მოგზაურობა მე უსახსოვრე ჩემს ქორეოგრაფს მე ესე იგი დამთავრებული ვარ სუხიჩილების სტუდიის პირველი მერცხალი ვარ ფრიდონ სულაბერიძეს სახელმწიფო ანსამბლ რუსთავს და ესე იგი მე ფრიდონმა თვითონვე რახან შენი დაწყებულია ყველაფერი ნიკო ბარე მოდი შეწარმოადგინეო და ხაენა ვიცოდი ყველაფერი და მე წარმოადგინე არგენტინაში და ახლა რა ხდებოდა რო ჩავედით არგენტინაში ესე იგი სამხრეთ არგენტინაში გახლავთ ჩუბუტის პროვინცია არის ქალაქი კომოდორო რივადავია ასეთი ნავთობმოყოლების ესე იგი ქალაქია ცოტა არ იყოს ესე იგი შეძლებულები არიან ძალიან და პირველი კონცერტი გვაქვს და 800 ადამიანი მოვიდა და 800 ადამიანი ძალიან კარგი იყო გავდივართ საქართველოს რეკლამით მაგრამ საქართველოს აი დღესაც იქ არაცნობენ იცოდეთ ხო და ეხლა რა ხდებოდა პირველი გაყოფილება როგორც დამთავრდა ამოდიან ქალბატონები და დავთვალე 8 ქალბატონი იყო და კითხულობენ სად არის ხელმძღვანელი ფრიდონ სულაბერიძე დაუძახეთ ბატონ ფრიდონს მოვიდა და ასე წრეში მოაქციეს და ქალები ეფერებიან და ფრიდონს გონია მე მოვიყვანეს ქალები და რა ხდება ნიკო რა ხდებაო ხო და ნუ დავიწყეთ საუბარი მე დავიწყეთ საუბარი ჩვენ მათ ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი არ ვეგონეთ ანაკიდან კი არ ვეგონეთ საიდან ვეგონეთ იცი იქვე ახლოს ატლანტიკის ოკეანეში სამხრეთ ჯორჯიის კუნძულებიდან ხო და აი როგორც ჩვენ აუხსენი საიდან ავარდ ხო ამოვიდა დიდი ემოციებით არა ცივად დატრემ და წავიდნენ ჩვენ ვეგონეთ მათ თავიანთ თანამემამულეები მაგრამ მარცხეს გაჯერდა აი ვაფროს და ბატონო ისე ვაჭე ბოლოს ერთ რაღაც ვიტყვი აი ბოლოს ახლა როგორ შეხვედრას მოგიწოდოს ერთ ხორთუთში აი როგორ შეიძლება რომ ჩვენ განვავითაროთ ურთიერთობები მე მაქვს პროექტი რაღაც ბრაზილია 200 მილიონს აცდა აქ არავინ არ ჩამოდის ტურისტი არც არგენტინა მაგრამ არიან შორეული გზები ძალიან დიდი მოყვარულები
ჩემთან აი მე რო რამდენჯერ ახლა მიფრენია ჩემ გვერდზე ვიღაც არის არგენტინელი სადმე ხარ ვეკითხები ინდოეთში სადმე ხარ მე ერთი ნონა უზბეკეთში მიდივარ აგედა უზბეკეთში მეკიდა ჩვენ კაი გვინდა ძველი კულტურის ასეთი ქვეყნებიო მაგიდა ჩვენ ესე იგი საქართველოს იქ რეკლამა არა ამიტომ მე მაქვს ახლა ასეთი პროექტი და მინდა რომ ეს მაისში მე ესე იგი განვახორციელო ველოდების ახლა ჩვენ არგენტინის ელჩი უნდა ჩამოვიდეს არგენტინის ელჩი რო ჩამოვა ბატონო ვაჟა აი ყველას მოგიწევთ იქ მე ხო ესე იგი იცის უკვე არგენტინის ელჩმა მე პრეზიდენტის სამსახურმა არგენტინის ესე იგი საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ეკონომიკის სამინისტრომ მირჩიეს რომ ყველაფერი კონტაქტი უნდა გქონდეს ელჩთან და ელჩი არის თურქეთში აქ არ ყავს ჩვენ ელჩი თურქეთშია და თურქნა ჩამოვიდა ახალი დანიშნულია და თავისი ესე იგი წმუნების სიგელი უნდა გადასცეს ჩვენ პრეზიდენტს აი როცა გადასცემს ჩვენ გვინდა რომ შეხვედრა მოვაწყოთ უპეიციან არგენტინაში ხო და ახლა რა ხდება ჩვენ გვინდა დავაარსოთ აი ეს ხეივანი და აი ეს ხეივანის დაარსება ესე იგი რას ნიშნავს როგორ შეიძლება საქართველოს ჩვენ წარმოვადგინოთ სოფლიოში აქ ესე იგი მონაწილეობას იღებს არგენტინა, ბრაზილია, ურუგვაი და ლაპარაკი არის ეს ასე იგი ჩვენმა მთავრობამ მიცის, მერია მიცის ეს ყველაფერი, რასაც მე ესე იგი ჩვენ გელაპარაკებით, რომ სამთავრობო დელეგაციები უნდა ჩამოვიდეს იქიდან და აი ხა ველოდებით გადაწყვეტილებას ესე იგი დაგთავდება ჩვენი მთავრობა და აი დელეგაცია შეიძლება ჩამოვიდეს და ამ დელეგაციაში იყოს არგენტინის პრეზიდენტი ბატონი ხავიერ მილეი ესე იგი არგენტინა გეტყვით ესე იგი კათოლიკები არის კათოლიკური ხო და ესე იგი ბრაზილიიდან 22 კაცის სიამ აქვს 1994 და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონები იქ არის რონალდო, რონალდინიო და რა ვიცი ტრაპიდა როგორ ჩამოვლენ ესე რა ჩამოდიან ხენარგავებით ყველა და თვითონ დაიწყება თვითონ დაიწყება გაშენება მაგრამ ფერი მსოფლიო ის უკვე ესე იგი ფიქრო და ვინ არის რასაკეთებენ საქართველოში და იქნება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მსოფლიოს ხალხთა მშვიდობის მეგობრობისა და ფეხბურთის ვარსკვლავის ხეივანი და ჩემი პროექტი საერთოდ ეს თანამშრომლობით ბატონო ვაჟა დალოცა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ მაგრამ ეს ყოვლადწმიდა ეხლა ჩვენ დავამატებთ და ეხლა ამ კვირა რომ მოვა წერილობით უნდა მიმართო პატრიარქს რომ უფლება მოგვცეს რომ ამ ხეივას ჰქონდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელი რო ჰქონდეს კი ბატონო ხო აი ნიკო ავარებელი ტიტულებია თქვენ. ავარებელი ამდენი ტიტულებია გამიგონია. ერთად ეს რა არის შეიძლება გაგას ჩინეთია. ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანების ორგანიზაციის წარმოადგენელი საქართველოში. ეს ორგანიზაცია 2020 წელს მოხდა რეორგანიზაცია პარიზში, იყო ხელოვნების საერთაშორისო საბჭო. მაგრამ ხელოვნებაში როგორც შედიოდა ბატონო მხატვრობა, ცეკვა, არქიტექტურა, ყველა ეხლა აქ უკვე გაერთიანებულია 14 საბჭო და არის ესე იგი შტაბინა გაქვს ჩვენეთი პარიზში და მე გახლავართ როგორც ხელოვანი ესე იგი ცეკვის საერთაშორისო საბჭოს ელჩი და სპორტში და სპორტული ხელოვნების ძალიან დიდი მადლობა ძალიან ერთ ბატონებო ძალიან დიდი ტიტულები და ძალიან მადლობა გორანას და მოსწოს თქვენ ახლა საპატიო ეს მაგრამ თქვენ დღეს რო აგირჩიეთ ჩვენ აკადემიაში მსგავსი არ არსებობს არ ეწევს მსგავსი საერთაშორისო აკადემია დედამისსაც არ არსებობს არა იმიტომ საერთაშორისო აკადემია და ამიტომ უთხარ ბატონ მორისონ მე ჩემი მეგობარია და შესახვეცი გინდა რო იყოს ბრეჟნევი რო იყოს და გინდა ანდროპოვი სიტყვაზე ვამბობ ამიტომ შენის გერშინოს თელი ინდოეთზე ეს საპატიო მოქალაქე ბენგალის საპატიო მოქალაქე ბენგალის როგორია ბენგალის 300 მილიონი და ინდოეთი მილიონი ნახევარ და ბატონო გურან აი რო ამბობდე გინესი და აი გინესის სავარ მე 30 წელია წაიკითხება რეკორდსმენი მარტონისა რესპუბლიკისა იმას ბიეს გურამს კაცო შერადგინდა ეს ბატონო ვაჟა ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ გამოფენები არგენტინაში ბრაზილიაში მოვაწყოთ და თუ თქვენ დათარგმნი გაქვთ ეს წიგნები არა
ჩვენ ესე იგი არწერია ყველაფერი მაგალითად აკადემიის გაუმბეროს შეიძლება ყველაფერი ხო მეგობრებო ერთი წუთი სამდომარე საკვარი ჩვენ დაგჭირდება აუცილებლად კიდე კაცო ეს ყველგან დაგჭირდება ჩვენ მაგრამ ხეივანში დაგჭირდება ხეივანში ბატონო ნიკო ყველაფერს გერშენურ შენი ახაული თორე მეგობრებო საინტერესო საინტერესო ამბავი შენი პატარა აკადემიკოსი მადლობა ამაზე დიდი არ არსებობს სხვა სამიიღო ჩვენ ავარ ორგანიზატორები ბატონო ვაჟა რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენ უნდა წარგადგინოთ მე აგადგინოთ უნდა წარვადგინო ესენი კი ბატონო სუდია ეს კარგია თუ სუდია ეს არის თქვენ გარ დღეიდან გარ ამის უფლება გოგისცემა მოწყობა თქვენ ხართ აკადემიის აკადემიკოსი ძალიან კარგია ცეკვა თამაში მაგრამ თქვენ გარ დოკუმენტ არ გადიგდეთ და ეს აი ამათმა მოწესრიგე აბა მეგობრებო ერთი წუთი მოუშვიდო საინტერესო ინფორმაცია რომელიც აი ფაქტიურად არავინ არ იცის ეხლა ეს ამან გააკეთა ყველაფერი ეს ამას არ გაშვილებდი მაგრამ ბატონო ნიკო დამსახურება ნიკო აი ეხლა დასაკითხო არავინ არ იცის საერთოდ გაიგებდა საქართველოს არაჩვეულებრივ რეკორდსმენთა გინესის კლუბი ჯოტია მოწმობა ნომერი 15 სახელი ვაჟა ეგრისელი ტიტული მსოფლიოს რეკორდსმენი აი პლანეტა დედამიწაზე მეორე არ არსებობს პიროვნება დასაბამიდან აი ჰომეროსიდან დღევანდელ დღემდე 21 საუკუნემდე როგორიც ყავს ჩვენ პრეზიდენტი მივესალმოთ და მივლოსოთ აი ვისი რეკორდია პოეზიაში კაცო აბა იმის ხუთი გაზეთი და ბადა ხოთა სად არის რა თქმა უნდა მესკედა მანა ხოდა უნდა არა რა ჭირდება კაცო არა თქეა ეს საქმეში ჩება მე მინდოდა არა მე მოვიდა ეს ბატონო იმან არ არის და რა საქართველოში განაც პოეზიაში თორემ ეხლა ჩუჩი მე კრივზე ვიყავ გახეთგირი მას და რა ფერმას აი ეს და გაზეთმა მისცა რეკორდს პერიოდ თქვენ მაიმა რა გვარია პოპულია რა გაზეთია რეკორდს აი ეხლა ამან გამოიწვია ამასთან ბაჭინი ძალიან კარგი ბატონო ვაჟა ლიტერატურული საქართველო არის ესე იგი თემები იცი ერთი თემა არის მეცნიერება კაცო ერთ-ერთი თემა არის მეცნიერება აქ აგვაქვს ესე იგი ისტორია კულტურა სპორტი ტურიზმი სოფლის მეურნეობა ვიღა დავის ერთი საინტერესო მინდა იცოდეთ კიდევ რომ აი ხა მარკსში ხა ჩვენ გვინდა რომ სასტრაფოდ გავაკეთოთ აი ამ გადაცემის პრეზენტაცია არგენტინაში. აქედან ხოდა მაგითო გეუნდა ვიციქნებიან ესე იგი რა. უნდა წარმაშინო. ოღონდ როგორ არის ესე იგი? კარგი. ესე იგი უნდა მოხდეს წარდგენა და ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა უკვე იცის. და იცით რა მითხრეს რომ მივედი არა ჩვენთან მართლა გადაცემსო ბებიები და ბაბუები კითხულობენო და მე ვუთხარი რომ ახლა განაკეთებ მაკეტს მეთქი აბა ამ გაზეთს თუ იყიდეთ მე კიდე როვანახი ასე არა და ღიმილი ყველას გების სახელზე. პრეზიდენტ ადმინისტრაციაში. კარგი. ეხლა ბატონო ბატონო მე და გურამის მოგვეცით 5 წუთი. არა თითოჩი გადა მე არა მე აირევა 1 წუთი რა ძალიან გთხოვთ ხალხო წავიღეს მე ძალიან გთხოვთ ხო კარგი ხო 1 წუთი ბატონო ზაურა რასაც ქვია სამართალი უცხრონისკენ მიდის საქართველო